300-მდე კარატის ბათუმში სემინარი ჩაუტარდა, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოიცავდა. სპორტსმენებმა ინფორმაცია კარატეში ახალი ტექნიკის და ილეთების შესახებაც მიიღეს. ტრენინგის მიზანი სპორტსმენთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. აქ არის დღეს თითქმის 300-მდე სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას და არის აქ გოჯურიოს, შიტორიოს, ტაეკვანდოს, უშუს, კონფუს და კარატეს მიმდევრები, ანუ შოტაკანის სახეობის მიმდევრები და აგენს ერთობლივად უტარდებათ ერთიანი ძირითადი სემინარი, რასაც ქვია, ანუ ძირითადი საბაზო ტექნიკის შესწავლა და ძირითადი არსი, რასაც მოიცავს და რასაც მოითხოვს კარატეს შესწავლა. ყავს ჩამოდის საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კახაბასილია, სემინარებს გვიტარებს. დავიწყე ვარჯიში, პირიქით ჯერ იყო ძალიან რთული, მაგრამ ნელა მივეჩვიე და ვისწავლე. ეს არის შემაჯამებელი ღონისძიება წლის ბოლოს, სადაც ჩვენ ვატარებთ სემინარებს სამსაბჭო სპორტსმენებისთვის, ინსტრუქტორებისთვის ცალკე. რამეთ ჩვენთვის მომავალი წელი არის ძალიან ღირებული. პირველად ტარდება ევროპის ოლიმპიური თამაშები ბაქოში, სადაც 20 სპორტის სახეობაში კარატეცაა შეტანილი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა იმის წინაპირობა გაგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები გამოვა და წარმატებით გამოვა ამ ოლიმპიურ თამაშებზე და ამ ნაკრების შემადგენლობაში ჩვენ ალბათ ვიხილავთ აჭარის წარმომადგენლებსაც.